წლის წინ ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას და პრინციპში მთლიანად საქართველოს დავუპირდით, რომ ავაშენებდით მაღალი სტანდარტების ჰიდროელექტროსადგურს. რაც გულისხმობს იმას, რომ მშენებლობის პარალელურად ვზრუნავთ ადამიანებზე და ბუნებაზე და ეს ერთ-ერთი მთავარი მაღალი თამასაა გვაქვს დასმული მთელი აი ამ პროცესის განმავლობაში. და ეხლა ამ გადმოსახედიდან ჩვენ აიდგევართ აქ და რა ვიცი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულეთ. გამოწვევები ხდის თვითონ პროექტს საინტერესოს და შესაბამისად გამოწვევები არის იმის საბაბი, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ თუ სწორე როგორ უნდა მივდგომოდით ამ პროექტს და თავარი ალბათ ამ გამოწვევებზე პასუხი იყო ჩვენი გამჭვირვალობა. და ამ გამჭვირვალობის და ხშირი კომუნიკაციის და გაზიარების შედეგად მივიღეთ ის, რომ გაქრა ესე ვთქვათ რაღაც არასწორი წარმოდგენები, გაქრა შიშები და საბოლოო ჯამში ჩვენ თან ამასთან ერთად რა თქმა უნდა შევასრულეთ ჩვენი დანაპირები, უკრებლი ყველა და შესაბამისად გაჩნდა ნდობა და ამ ნდობაზე ავაშენეთ მე ჩვენ ეს სადგური ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. წავედეთ ახლა ნახოთ ადგილზე მშენებლობა უკვე დავაწყარიელოთ. შორის ხაზი მინდა გაუსვა ერთ რამეს, რომ ზოგადად მშენებლობის პერიმეტრი არის სხვადასხვა საფარისგან შედგება, ხო? კლდოვანი, გრუნტის და მწვანე საფარი. და ჩვენ მაქსიმალურად მოვინდომეთ და შევამცირეთ, ესე ვთქვათ, მწვანე საფარის ზემოქმედება და აი ძირითადად კლდოვანი და ესე ვთქვათ, მიწის საფარზე ჩაიარა ამ მშენებლობამ. და ერთი უნდა აღვნიშნო კიდე, რომ ამასთანავე ყავდა ისინი რა ქვია ჟურნალისტები და დავათვალიერებინეთ ისე თქვა თელი საიტი და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა აღნიშნა რომ მე წარმომედგინე რომ ბევრად უფრო დიდ ზეგავლენა იქნებოდა აქ გარემოზეო და როგორ ვიწროთ მიუყვება მშენებლობა ხეობას. ეს პერიმეტრი საკმაოდ რთულია, იმით გათვალისწინებით, რომ თაგორიანია, გეოლოგიურად აგებულებით არ არის ერთფეროვანი, ამიტომ გვიხდებოდა უფრო დეტალურად შესწავლა კონკრეტულად იმ ადგილების, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი თავიდანვე შესწავლილი გვაქვს, მაინც დაგვჭირდა, რომ კიდე დამატებით გეოლოგები მოგვეცია მათი დასკვნების შესწავლები და ყოველ თითქმის 3 თვეში ერთხელ გეოლოგიური დაკვირვება მიმდინარეობს. გვაძლევენ რეკომენდაციებს, როგორ ვაწარმოოთ, აი ეს რთული ინფრასტრუქტურა როგორ გავმართოთ და უსაფრთხო იყოს და უსაფრთხო ჩავატარეთ ყველა ეს მთელი სამუშაოები, რაც მიმდინარეობს. პირველ რიგში გამოწვევა რაც იყო, ეს იყო კლიმატური პირობები, რაც შესაბამისად შარშანდელი წელი ხასიათდებოდა ისეთი უხთოვლიანობით, როგორც დაახლოებით 40 წლის წინ იყო ესეთი თოვლიანობა ამ რეგიონში და არა მხოლოდ მშენებლობისთვის, არამედ თვითონ მოსახლეობისთვისაც ძალიან რთული და ძნელი ზამთარი იყო. გარდა იმისა, რომ ეს დიდთოვლობა ზამთარში მერე ამ თოვლის დნობამ გამოიწვია საკმაოდ ისეთი წყალდიდობა, რომელიც გაზაფხულზე და შესაბამისად გვიან გაზაფხულზე კიდე მაინც მოგვევლინა, მაგრამ მადლობა იმას, რომ კარგად ვიყავით მომზადებულები ტექნიკითაც, თვითონ ინფრასტრუქტურაც უკვე გამართული იყო იმ დონემდე, რომ წყალდიდობა ვეღარ მიაყენებდა ისეთ მნიშვნელოვან ზიანს, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ადვილად გადავიტანეთ, როგორც ზამთრის პერიოდი, ისე წყალდიდობის პერიოდი. უსაფრთხოება კიდე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ჩვენ მშენებლობის პროცესში და ვამაყობთ იმით, რომ აი ამ ხელა მშენებლობაზე 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 200-230 ადამიანი მუშაობდა და არც ერთი, ესე ვთქვათ, მძიმე შემთხვევა არ ქონია მშენებლობის პერიოდში. დასრულებულ პროექტს რომ უყურებთ, რითი ამაყო? საამაყო გვაქვს ის, რომ პროექტი დასრულდა თავის ვადებში, პირველ რიგში ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე ის მაღალი სტანდარტი, რაც დავისახეთ მშენებლობის საწყის ეტაპზე, შემიძლია ვთქვა, რომ სრულად გავამართლეთ ეს ჩვენი ჩანაფიქრი და დღევანდელ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი არის ყველა საერთაშორისო მაღალი სტანდარტის მოთხოვნებით შესრულებული და დასრულებული. პასუხისგებია ბიზნეს, ბევრი სიკეთე მაქვს რეგიონი.
ხო, ალბათ შეიძლება ესე ითქვას, რომ ძლიერი ბიზნესი და მსხვილ ბიზნესს მოაქვს სერიოზული სიკეთეები რეგიონში და მოაქვს განვითარება რეგიონში და მოაქვს ახალი თანამედროვე სტანდარტები რეგიონში, რაც მე იმის წინაპირობას ქმნის, რომ ის ცოდნა, რომელიც რჩება ადგილზე, მე შესაბამისად გამოყენებული იქნება უკვე ამ რეგიონის განვითარებაში.